გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ერთი რუსულენოვანი საიტია, ძალიან ანტიპუტინისტური და იქ ხშირად შევდივარ და ბევრ საინტერესოს ვკითხულობ. ზოგჯერ საქართველოსაც ახსენებენ და ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ახსენებენ. იმას ამბობენ, რომ უკვე რუსეთის პროვინცია ვარ და ივანიშვილი პუტინის საქმის გამგრძელებელია. ალიევზე არაფერს წერენ და ეს მაკვირვებს. კარგია, ალიევი ახლა არა მთავარი. ეხ მათი გაგებით ორბანი და ფიცოც ეს მსოფლიოში ყველაზე პრორუსი ადამიანები არიან და მათზე ისეთი ტალახი ისხმება, რომ კიდევ კარგი არც ფიცო და არც ორბანი არ შედიან იმ რუსულენოვან საიტზე, თორემ დამწუხრდებოდნენ. ამასთანავე ფიცო აკენწლეს სულ პუტინის მასხარა და მონა ეძახეს და მე ფრთხილად მიუწერე, რომ ფიცო პუტინის კი არა, თავისი ქვეყნის მონაა კარგი გაგებით და ყველაფერს, რასაც აკეთებს, პუტინისთვის კი არა, თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის აკეთებს და აი როგორ აკეთებს და რა ხერხებით, ეს მეთქი მისი საქმეა და სლოვაკებმა, უბრალოდ სლოვაკეთის უდიდესმა ნაწილმა თვითონ განსაჯოს, ფიცო კარია თუ ცუდი, რასაკვირველია ჩემს ამ უწყინარ რეპლიკას მოყვა საზარელი რეაქცია და მე საკუთარი თავის შესახებ ბევრი ახალი რამ გავიგე. მართალი გითხრათ, ვიხარისე. გამოგიტყდებით სრულიად არ მწყინს, როდესაც უცნობი ადამიანები მლანძღავენ, ის ადამიანები, ვისაც არ ვიცნობ, თვალით არ მინახავს და არც ვნახავ, ვისთანაც არაფერი მაქვს საერთო და კარდინალურად განსხვავდებით ყველაფერში დაწყებული სამყაროს შექმნის თეორიებიდან დამთავრებული ჩახოხბილის სიყვარულ არ სიყვარულით. პირადად მე ამ ტიპის ადამიანებს არაფერს ვუკომენტარებ, უბრალოდ არაფერ დამამცირებელსა და საწყენს, იმიტომ რომ ჩემი პრინციპები მაქვს და კლავიატურას ამოფარებული, ნიკს ამოფარებული და იქ ყველას ნიკი აქვს, ანუ ზედმეტსახელი, თანაც ღმერთმა უწყის მსოფლიოს რომელი ქვეყნიდან მოდის ესა თუ ის კომენტარი და ვინმეს ლანძღვა არა ჩემთვის არც საინტერესო და არც ვაშკაცობა, რაც თავარია არაკონსტრუქციულია. ამიტომაც როგორც გითხარით, არ მწყინს, როდესაც რამე გადაბრუნებულს პასუხობენ, პირიქით მიხარია კიდეც. ესე იგი, ადამიანს, რომელიც მთვარის ბნელ მხარეს დგას, ყველაზე მტკივნეულ ადგილას მოახვედრა და ის აგინდდა. სხვათა შორის, ყველას გირჩევთ, მეგობრებო, არ მიაქციოთ სხვადასხვა არასასიამოვნო კომენტარს ყურადღება. საერთოდ არაფერი მიუწეროთ და ნახავთ, რომ ეს კომენტატორები უფრო ხშირად ბოტები, ტროლები, ორკები ცოტა ხნის მერე ქრებიან. მე ჩემი სოციალური ქსელის კედლიდან ასე მოვიშორე ყველა მობრიყვო კომენტატორი. ანუ მე კი არ მოვიშორე, არაფერს პასუხობდი, არ ვაქცევდი ყურადღებას და ისინიც დროთა განმავლობაში აორთქლდნენ. ამ თემაზე მგონი არაერთხელ მილაპარაკია, მაგრამ გამეორება ცოდნის დედა, როგორც ეს მგონი ოვიდიუსმა ბრძანა. თუმცა მის ამ გამოთქმას გაგრძელებას ჰქონდა, რომელსაც არ გავახმოვანებ. კომენტარებზე სხვა დროს ვილაპარაკებ, ახლა კი ისე უბრუნდები უცხოენოვან და ჩემ შემთხვევაში რუსულენოვან საიტებს, სადაც ხშირად შევდივარ, ერთ ჩვენიანს უყვებოდი რაღაც ინფორმაციას, რაც ასეთ საიტზე მოვისმენდი და იმან გამაწყვეტინა. მე რუსულენოვანს არაფერს ვუსმენ, რადგან ყველაფერი რუსული მძულსო. არ დაუწყე კამათი, გამახსენდა რამდენიმე წლის წინ დიდმა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ თავის კედელზე რომ დაწერა ვამაყობ, რომ ჩემმა შვილებმა რუსული ენა არ იციან და გავიფიქრე, ალბათ ეს ჩემი მოსაუბრე ნათია ფანჯიკიძის მიმდევარია მეთქი. მაგრამ არც ესაა ახლა მთავარი. იმას მოგახსენებდით, რომ რუსულენოვან საიტებზე დავძრები და საინტერესო ტენდენცია შევნიშნეთ. თუ კი 5 ნოემბრამდე, ანუ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე უმრავლეს საიტზე ტრამპის დაცინვა ქილიკი და ბაიდენისა და კამალას განდიდება ხდებოდა, ახლა სრულიად შეიცვალა სიტუაცია. გეგონება, რომ ახალი ადამიანები მოვიდნენ იმ პოდკასტების სათავეში. ახლა თურმე ბაიდენი მატყუარა, შტერი, კორუმპირებული და საერთოდ ყველაზე ცუდი და სუსტი პრეზიდენტი ყოფილა აშშ-ის ისტორიაში და ტრამპი კი
თურმე კარგ ნაბიჯებს დგავს და ყოჩახ. და ყველა მას უნდა მიუბაძოთ. მეგობრებო, ალბათ ახლა ისევ ბანალურ თემაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ვერ შევეჩვევ უპრინციპობას. დიახ, ყოველ ჯერზე ასეთი კარდინალური კამელეონიზაცია ჩემში გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ალბათ ასეთი ტიპის ადამიანები უფრო იოლად ცხოვრობენ ამ ბედკრულ დედამიწაზე. წარმოვიდგენია, თუ კი ღმერთმა დაიფაროს და ევროკავშირი დაიშალა, ეს ჩვენი შინ ევროპისკენ მოსიარულეები პირველები დაიწყებენ ყვირილს, რომ ხომ გეუბნებოდით და უცებ ავატარზეს დაიწერენ შინ აზიისკენ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.